როდესაც ადამიანი ვერ ხედავს იმ რესურსს, რესურსიც სჭირდება გარკვეული ამოცანის შესრულებას. ეს იწვევს ხოლმე სტრესს. ადამიანი, რომელიც თავის თავში დარწმუნებული არ არის, საერთოდ ვერ ხედავს ხოლმე რესურსი აქ თუ არა იმისა და ყველაფერზე ნერვიულობს. საიდან ყალიბდება ეს სტრესი? არ არის აუცილებელი სტრესი გაჩნდეს, მაგალითად, რთული ინტელექტუალური ამოცანისგან. მაგალითად, დროში ადამიანს თუ დროში შევზღუდავთ და სულ მარტივ ამოცანას მივცემთ, რომ აქედან მაგალითად 15 წუთში ფეხით იყოს აეროპორტში, რა თქმა უნდა, დროის შეზღუდვა გამოიწვევს სტრესს. ეს მასტერკლასი ეძღვნება სტრესის მართვას, თემატურად ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ და თუ თვალყურს ადევნებდით დანარჩენ, ასე ვთქვათ, მასტერკლასებს, განსაკუთრებით პირველს დასაწყისს მე ვახსენე, რომ ჩვენი მდგომარეობა ფსიქოლოგიური მთლიანად დაკავშირებულია ემოციებთან და ეს ემოციები დაკავშირებულია შინაარსებთან, ეს მექანიზმები გავხსენე. აქ არის საინტერესო მომენტი, რომ როდესაც ვსაუბრობდით ურთიერთობებზე გარეთ ვიღაცებთან, ადამიანებთან, ასე ვთქვათ, ხო? ჯგუფებთან. შინაგანი მდგომარეობა ჩვენი ფსიქოლოგიური დამოკიდებულია კიდევ ერთი ტიპის ურთიერთობებზე, რომელსაც ჩვენ რატომაც ყურადღებას არ ვაქცევთ, ეს არის საკუთარ თავთან ურთიერთობა. მექანიზმები თქვენ წარმოიდგინეთ, აბსოლუტურად ერთი და იგივეა, როგორც გარეთ სიტუაციის მართვის, ისე საკუთარი სიტუაციის მართვის. მაგრამ გარეთ თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ შედეგი რომ მივიღოთ, შეცდომით თუ არა შეცდომით, მეტნაკლებად ვფიქრობთ, ნახეთ, ვასწორებთ ტექსტს იმის მიხედვით, რომ მაქსიმალურად შედეგი მივიღოთ, შესრულდეს ის, რაც ჩვენ გვინდა, იქაც გითხარით, რომ ძალიან ბევრ შეცდომას უშვებ, მაგრამ ვფიქრობთ მაინც, ხანდახან, სულ მინიმუმ. აი, რაც შეეხება საკუთარ თავთან ურთიერთობის დროს, ჩვენ გონია, რომ ეს პროცესი არის მოცემულობა, რომლის შეცვლაც არ შეიძლება. არა, ფსიქიკას აქვს ძალიან ბევრი შესაძლებლობები. მე ხლა რომ დავუშვათ გითხოვოთ, რომ წარმოიდგინოთ, რომ ნიანგი სამზარეულოში ბლინებს ამზადებს და ამ დროს დაურეკა იხმა, ამას თქვენ წარმოიდგენთ. ჩემი შინაარსი შემოვიდა და თქვენ წარმოიდგინეთ და შეიძლება გაგեղიმათ კიდეც. ანუ ფსიქიკას შეუძლია ყველაფრის წარმოდგენა, ყველა ტექსტის სინთეზი და ასე შემდეგ. ფსიქოლოგიური მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, რა შინაარსითაც თქვენ თავს ესაუბრებით. ზოგადად. სტრესის შემთხვევაში, თუ ჩვენ სტრესზე ვლაპარაკობთ, ეს თემა ცოტა უფრო დიდია, ასე ვთქვათ, საკუთარ თავთან ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ უნდა გადავიდეთ სტრესზე. სტრესის შემთხვევაში ეს არის შინაარსები, რომლებიც ჩვენ გვაგდებს ცუდ მდგომარეობაში. საერთოდ ზოგადად სტრესი თავისთავად ცალსახად ცუდი არ არის, იმიტომ რომ სტრესი ეს ნიშნავს მაქსიმალურ მობილიზებას მთელი რესურსისა ამოცანის გადასაწყვეტად. თუ მანქანის მართვაში ვერ ყვევით, ეს არის დაახლოებით პირველ სიჩქარეში რომ ჩააგდოთ მანქანა და აქსელერატორს ბოლომდე ფეხი დააჭიროთ. საკმაოდ ძლიერია, მაგრამ დიდხანს ესე ვერ იმუშავებს. გაფუჭდება, თორე ძალე და მუდმივი სტრესი ეგ არის რომ მუშაობს გაცვეთაზე და ადამიანი მუდმივ სტრესულ მდგომარეობაში შემდეგ უკვე ვერ აკეთებს იმასაც, რაც ელემენტარულად გამოდიოდა. ამიტომ ძალიან სახიფათოა, ხო? საიდან ყალიბდება ეს სტრესი? არ არის აუცილებელი სტრესი გაჩნდეს, მაგალითად, რთული ინტელექტუალური ამოცანისგან. მაგალითად, დროში ადამიანს თუ დროში შევზღუდავთ და სულ მარტივ ამოცანას მივცემთ, რომ აქედან მაგალითად 15 წუთში ფეხით იყოს აეროპორტში, რა თქმა უნდა, დროის შეზღუდვა გამოიწვევს სტრესს. ანუ ეს არის, როდესაც ადამიანი ვერ ხედავს, ვერ გრძნობს იმ რესურსს, რესურსიც სჭირდება გარკვეული ამოცანის შესრულებას. ეს იწვევს ხოლმე სტრესს. ადამიანი, რომელიც თავის თავში დარწმუნებული არ არის, საერთოდ ვერ ხედავს ხოლმე რესურსი აქ თუ არა იმისა და ყველაფერზე ნერვიულობს. აბსოლუტურად ყველაფერზე, რაც არ უნდა გასაკეთებელი კონდეს, ხო? ეს ნიშნავს, რომ თვით დაჯერებულობა აკლია, თვით შეფასება აკლია და ცოტა სხვა ტიპის სამუშაო. ასე რომ ფიქრები არის კომუნიკაცია საკუთარ თავთან და რა ფიქრებიც გვაქვს, ის განაპირობებს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და ის არის რაც გვძაბავს. დააკვირდით როგორ მიდის ხოლმე ამ შემთხვევაში საკუთარ თავთან ურთიერთობა. რაღაცა მაქვს გასაკეთებელი და მე ვფიქრობ, რომ რო ვერ გავაკეთო, რო ვერ მოვასწრო ის რო ვერ გავაკეთო, მერე რომ მივალ ვიღაცა
ძალიან ცუდ რამეს მეტყვის, ის რაღაცა ცუდ რამეს რომ მეტყვის და ასე შემდეგ. ანუ ხე წარმოვიდგენ ყველაფერ ცუდს და ეს კიდე დამატებით იძლევა სტრესულ მდგომარეობას და დაძაბულობას. მოდი ხა ეს თარგმნოთ სხვა ენაზე, გარეთა ენაზე. ამ შემთხვევაში მე ვეწები თვით დაშანტაჟებას. შანტაჟი რა არის, ხო? წარმოგადგენინოთ რაღაცა, რითაც შეგაშინებთ და მე გაგხადოთ მონა. იგივეა, ასე ვთქვათ, შენ დააშანტაჟო, შენ თავი ჯერ წარმოიდგინო, რა ცუდი რაღაცები ხდება, ასე ვთქვათ, და შესაბამისად გახადო შენი თავი შენშივე წარმოქმნილი შიშის, ასე ვთქვათ, მონა. ერთ-ერთი ვარიანტი არის ის, რომ ყველა ის რაც ვთქვათ სტრეს ფაქტორია ჩვენთვის, იმას შეხედო როგორც ამოცანას. მოდი ვნახოთ რა გამოვა. აი ამ პოზიციიდან გასაკეთებელი მაქვს ეს. გადასაწყვეტი მაქვს და თუ ჩვენ გადავიტანთ იმ ფორმატში, რაც რეალობა იქნება ამოცანების ფორმატში, შეიძლება რაღაცა გარკვეული სიტუაციები, სტრესული კი არა, აზარტულიც იყოს. გამოვა თუ არ გამოვა. ჩვენ აუცილებლად შედეგს წარმოვიდგენთ ხოლმე. ადამიანებმა დაკარგეს პროცესის სიამოვნების მიღება, ანუ მე ვლაპარაკობ, რომ მივყვა პროცესი და ვნახოთ რა გამოვა. ხო, ჩვენ აბსოლუტურად გვინდა ფინალი წარმოვიდგინოთ, როგორ იქნება, როგორ გვაჯილდოვებენ და მე თუ ეს არ დაგვაჯილდოვეს, ცუდად ხდებით, ან წარმოვიდგინოთ რაღაცა და როცა ის არ მოხდება, მე ეს იწვევს. მაგრამ როცა შენ პროცესს მიყვები და მოდი ნახოთ რა გამოვა აქედან. ამ შემთხვევაში ნახეთ არაფერი ისეთ დარტყმას ცხოვრებისგან არ იღებ, რამაც შეიძლება შეგაშინოს. ეს ერთი ვარიანტი. მეორე ვარიანტი, საით უნდა მოიმართოს გონება, ეს არის პრაგმატულობა. ნებისმიერი თქვენი ნერვიულობა, სტრესული მდგომარეობა, ცუდად ყოფნა და ასე შემდეგ, არის ენერგიის ხარჯვა. უბრალოდ იფიქრეთ, თქვენ ეხლა რასაც ფიქრობთ და რასაც განიცდით, რამეს გაძლევთ, რატო ხარჯავთ ამ ენერგიას ტყუილად. მაგალითად ნერვებს ვიშლით რაზე, ხო? დაუშვათ, მაგრამ საცობში დგეხარ და ნერვებს იშლი. რა არო? რა? მაინც გვიან მიდიხარ და თან ნერვებაშლილი და პრაგმატულობა რო გვიან რომ მივდივარ ნერვებაშლილი მაინც აღარ მივიდე, ხო? ასე რომ პრაგმატულობა არის ის მომენტი, რომ ბევრ რაღაცას თვითონ გაცხრევ, თორემ მე არაფერში არ მჭირდება. ახლა არ ვკითხოთ საცობში რა გავაკეთო, მე მაგალითად ურეკავ ადამიანებს, რომელთანაც ადამიანები 10 წელია და ძალიან კაი საუბარი გვაქვს, იმათაც უხარიათ ხოლმე და მეც დრო გამყავს. ნუ უიფიქრე, ანუ გონება უნდა გადაერთოს, რასაც მე ვაკეთებ, რამეს მე ან სხვას აძლევს, თუ რამეს კარგს აკეთებ, კი ბატონო, იფიქრე. მესამე და მნიშვნელოვანი ძალიან ბევრი რაღაცა, იმიტომ რომ ცხოვრების რიტმი არის დაჩქარებული და სულ ტემპია და ეს ტემპი მე გითხრათ რომ დროში შეზღუდვა იწვევს დაძაბულ მდგომარეობას სტრესის მართვას. ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია დროის სწორი მენეჯმენტი, რომელიც ჩვენ არა გვაქვს. და დროის სწორი მენეჯმენტი ეს არ ნიშნავს საათებზე მიწერა დავალებების, თქვა 4 საათზე ეს ამაკ, 5 საათზე ეს ამაკ, გასაკეთებელი 3-ზე ეს. არა, ეს ნიშნავს თქვენი დროის სწორად განაწილებას და სწორად განაწილება იცით რას მოიცავს? რომ 10-ზე უნდა დაიძინოთ საღამოს. სწორი განაწილება მოიცავს, რომ თქვენ შვებულებაში უნდა გახვიდეთ. სხვათაშორის ორგანიზაციის ხელმძღვანელებს არ ესმით ხოლმე, რომ შვებულებაში გასვლა მისი ინტერესია და არა თანამშრომლის. რატომღაც გონიათ, რომ იმხელა რაღაცა გაუკეთეს თანამშრომელს, რომ გაუშვეს შვებულებაში, რომ აი მეტი პატივი რა შეიძლება და ყოფილიყო, ხო? ჩვენ არ ვიცით დასვენება და მუშაობა, მე კონკრეტულად არავის არ ვლაპარაკობ, მაგრამ ზოგადად რო დააკვირდეთ. ჩვენ მუშაობის დროს ვისვენებთ ხოლმე ხანდახან და ვერ ვამჩნევთ რომ ვისვენებთ. ყავა დავლია 10 წუთი ვილაპარაკე 15 წუთი მოვწდი და დასვენების დროს ვმუშაობთ ხოლმე. აქედან გამომდინარე მე არ მაქვს შეგრძნება არც მუშაობის, არც დასვენების, დრო არის აბსოლუტურად გაფანტული, არა რაციონალურად, მაქვს დროში ქაოსი, მაქვს ავტომატურად სტრესი. შესაბამისად ჩვენ თუ დროს დავალაგებთ ისე, რომ ეს ნაწილი ეკუთვნის სამუშაოს, ეს ნაწილი ეკუთვნის თქვა დასვენებას, ეს ნაწილი ჩემ ახლობლებს და ასე შემდეგ, აღმოაჩენთ რომ პრაქტიკულად დრო ყველაფერში გეყოფათ. იმიტომ რომ დროზე ნადირობს ყველა ადამიანი. ყველა გარშემო მყოფი დროზე და დროის მიმართ დამოკიდებულებაც სწორი უნდა გავიჩინოთ, ხო? დრო ეს არის 10 წუთი გასული, ნიშნავს -10 წუთი თქვენი სიცოცხლე, ზოგადად რაც მოცემული გაქვთ. და თქვენ თუ ნახავთ რეებში გაქვთ გაფლანგული და რამდენი
შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ 3 წელი ისე აორთქლდა თქვენი ზოგადად სიცოცხლიდან, რომ ვერც კი გაიგეთ, საერთოდ სად წაიღეთ. არც გეძინათ, არც ისვენებდით, არც მუშაობდით. უბრალოდ ნერვიულობდით. და 3 წელი ნერვიულობა ძალიან ბევრია მე მგონი, ხო? ესე იგი, საბოლოოდ რო შევაჯამოთ რა შემილია სტრესის მართვასთან დაკავშირებით გითხრათ, ეს არის პირველი მომენტი, რომ დრო დაგეგმეთ და იმ გეგმაში გაითვალისწინეთ. სხვათა შორის დასვენებაც, თქვენი ოჯახიც, ძილიც და ასე შემდეგ. თუნდაც იგივე არ შეიძლება სახში ყოველთვის იმართლო თავი, რომ არაფრის თავი არ აქვს, იმიტომ რომ სამსახურში დაიღალე, ხო? ახლა ოჯახს კითხე, პირიქით რო გითხრას, წადი შენ სამსახურში თქვი, აბა ეგ რომ არაფრის თავი არ აქვს, იმიტომ რომ ოჯახში დაიღალე, ხო? პასუხისგებლობა იქაც გაქვს და იქაც გაქვს. ამიტომ დრო გადაანაწილეთ ნორმალურად და თქვენ მეიქნებით კმაყოფილი. მეორე, იყავით პრაგმატულები და ფიქრი, რომელიც თქვენ თავში არის, ანუ კომუნიკაცია საკუთარ თავთან, რომელიც არაფერს არ იძლევა. არც თქვენთვის სასიამოვნო, არავისთვის შეეშვით. მე თქვენ ახარჯავთ ამ ენერგიას და მე განახეთ მაგალითი რომ ფსიქიკას ყველაფერი შეუძლია, ასე ვთქვათ და მიაქციეთ ყურადღება შინაარსებს, რომელიც თქვენ თავში არის, იმიტომ რომ თქვენ თავში არსებული შინაარსები ქმნის ემოციას, რომელიც მიბმული გაქვთ ნეგატიურ ემოციებთან. აი ეს არის მთელი არსი. თუ მოგეწონათ ჩემი მასტერკლასი, გამოიწერეთ მედია აკადემიის YouTube არხი.